მგონი დავამთავრე. ნუ მეც დააგრძელე. კარგი. მე ავიღებ. ალო? დიახ, ქალბატონო ნუნო. კვერცხი აღარ. აი ტორტი გამოვაცხეთ და. კარგით, ნახევარს მოგიჭრით. კარგი, არაფრის, ნახვამდის. ნიკათი თიკივა. თუ ამის გამო კრივზე აღარ წამიყვან კი და თუ მაინც წამიყვან არა. მალე უნდა წახვიდე. ხო გახსოვს ჩემი დირექტორის შვილს დათუნას. ძალიან არ დაარტყა. კარგი რადე, მარტო მაგას ვერავიდა რა აზრი აქვს. მაშინ სახში დავრჩები და თქვენ მიტყვით. მომზადა. აუ არ მინდა კრივზე მეშინია. ისი გეშინია? ისი და გუშინ დიდი ბიჭები პატარებს ეკითხებოდნენ ბავშვი როგორ ჩდებაო და ვინც არცოდა სცემდნენ. დღეს კიდე ჩემი ჯერია და მე მკითხავენ. დე, ბავშვი როგორ ჩდება? აბა რა მოხდა კოტე ბაბუა, რა მოხდა? ხო და რომ ავედი ახლა ხეზე. კარგი ბაბუ, ნუ ლაპარაკობ რა. ხო გითხრა ექიმა, ნუ ლაპარაკობ. გითხრა ექიმა გარკვევით რომ უჭირდება შენ სიწყნარე სიმშვიდე ენერგია უნდა დაზოგო. ხო გითხრა რა, გამომართვი ეს წამალი. თუ რამის თქმა გინდა, მაინც მე მანიშნე და მე ვეტყვი. ხო, ძალიან მაგ ნიშნებაში ბევრ ენერგიას უნდა ხარჯავ, ისე თუ მოხარ მანიშნე მაინც, ხო? ხო. არ შეიძლება შენ ლაპარაკო, რა? პატა, მომისმინე ახლა მე მივხვდი რომ ბაბუას აღარ უნდა მკითხო, მაინც შენ უნდა მიპასუხო და მარე პირდაპირ შენ კითხავ. კითხე მიდიო, მიდი. რა მოუვიდა ბაბუას? რა მოუვიდა ლაშა და ადიოდა კარალიოკის ხეზე. ხო. რა გინდოდა ბაბუ ამ დროს კარალიოკის ხეზე მითხარე ერთი აბა. რა მინდოდა და ნადიას კატა იყო ხეზე. ხო და მივიფიქრე ახლა ჩამოვიყვარ მეთქი და გასაგები და ჩამოვა. გასაგებია, ხო. ბაბუ რა, კატის მოსაკრებად ავიოდი ხეზე კაცო. რა? ხმა არ მითხრა ენერგია დაზოგე, არ მიპასუხო. ხო. აჰა. და რო ჩამოვარდით ეს რო ბაბუ არ უპასუხო ენერგია. კარგი ბატონო, არ გიპასუხებ, მაგრამ მაინც მე რა ვიცი აბა. არ მახსოვს არაფერი. ნუ აი ესე თურმე ადიოდა კარალიოკის ხეზე კატისთვის. რა ვიცი მე აბა. აჰა. მომისმინე გასაგებია, მაგრამ რა ჩემება ამ კატის ჩამოსაყვანად ხეზე აბა. რა ჩამოვა თვითონ კაცო? მარტივად კი არ არის ყველაფერი ლაშა რა გჭირს. მოდიო, თელი ისტორია მოდიო. რა. მოდი. და გითხარი აბა. ეხლა რა ხდება? ბაბუას ხომ მოწონს ის ნადია, კატის პატრონი. მოწონს კატის პატრონი ნადია. ეპრანჭება ხო ხდებით? ნადიასაც მოწონს ბაბუა. ანუ ურთიერთ მოწონებასთან გვაქვს საქმე ხო ხდებით? ეხლა რა ხდება? ისე ხო არ მივაუმისზოთ, ხო არ დაუძახებს არა ბაბუა რა? დაიჭერს ხომ მე ნადიას კატას? ხო მიუყვას და დაუძახ. ნადია, აი კატა მოგიყვანე, ნადია კატა დავიჭირე და ის ნადიაც, უი მადლობა, შემოდი, კოტე იმასაც ხო უნდა მიზეზია რა ხო? ხო, ვეანტია. შეიყვანს ხო ამ კატას, მე ამ კატას გადმოაგდებენ და თვითონ ესე დარჩებია ხოლმე მარტო. იმ კატას კიდე აღარ უნდა კაცო, ეშინი ამ კაცის დანახვა აღარ უნდა კაცო, იმიტომ რომ არის დღეები რომ ხანდახან ორჯერ სამჯერ იჭერს იმ კატას. ორჯერ სამჯერ კი არა ისა. ხო, კარგი ბაბუ რა იყო, ხო, რა მოგიყვანე. მე ხო, კარგი, გასაგებია ახლა ეს რო ეს და ახლა ყოტე ბაბუ რო ჩამოვარდა ეს კატა ხევში რო ეჭირა, რო ჩამოვარდა, რო გაითიშა, ხო? გაექცეოდა ალბათ. კატა გაექცა, რა თქმა უნდა, გაექცა, რო დავარდა, თავი დაარტყა და გაითიშა. ხო და იქვე ახლონახოს დადიოდა ძროხა თურმე. და მივიდა და თავზე ლოკავდა ესე ბაბუას, ძროხა. ხო და რო გამოფხიზდა და მე ნადიას მაგირო შეერჩა ჭრელა. აი, არა ისა რაცა.
აიგრე, რა ვიცი. ხაშა. დიახ. ხო იცი ახლა, ამის ამბავი ხო იცი ახლა. ამის ამბავი როგორ? ხო, მე ვეხვეწები, ვეუბნები კაცო, სული შეერთემეთკი და ამან კიდე ბაღაკი მომიყვანა. არ მინდა მესმის ყველაფერი. აი თეკლას კითხე. თეკლა ვაფშე როგორ ჩდება? როგორ და? ოღონდ ახლა არ დაიწყო წეროებს მოყავთო და კომბოსტოში ჩდებიანო. არ დავიწყო? მაშინ ელენე გეტყვის. ვაფშე როგორ ჩდება? ოღონდ წერო არ. წერო არა, ყანჩას მოყავს. კარგი რადე, რატომაც ყოფ, აი ლაშავიძეს რომელი ყანჩა აწევდა? მაშინ ჯერ მუცელში არიან და მერე გამოდიან. ჭიპიდან? ხო, ჭიპიდან, იმიტომ გვაქვს ჭიპები. მეტი არაფერი აღარ მკითხო ნიკა. აუ თეკლა და კაცებს საყა გვაქვს ჭიპები. კაცებს, იმიტომ რომ სოლიდურობას მატებს. და არ დამიწყო ხა სოლიდურობა რა არისო, რასაც ჭიპი მატებს ეგ არის. დამანებები. მუცელში როგორ ჩდებიან? მუცელში როგორ ჩნდებიან და დედები მიდიან პოლიკლინიკაში. ხო. ყიდულობენ აბებს და სვამენ. აი ესე ნიკა მეტი აღარ მკითხო არაფერი. თეკლა, ჟირაფებსაც ხო ჩდება ჩვილები და ისინი პოლიკლინიკაში. კარგი სახალხო რომ მითხარი თვინმემ რა. აი თუ არ მეუნებით პატოს. აი კითხე. არა თეკლა რა უნდა კითხოს ის მართლა იყოს. ნიკა მოვია. ნიკა უთხრა თეკლა აღარ აღწევდა ეცოდი. ეს და გესმოდეს ხო და იარი ახლა სხვის ქორწილებში და იკავებს. რატომაც არა, წავალ, არ მაწავიდე? წავალ ქორწილში, დიახ, წავალ. წახვალ ქორწილში. ხო. ქორწილში მიდი, ხო? ქორწილში მიდივარ დღეს, ხო, აბა? ჯანს ლაპარაკ. ხო. და რო ვიცოდი? შენ ალბათ ისიც არის, შენც რომ მოდიხარ იმ ქორწილში, ხო? მეც მოვდივარ ქორწილში. ქორწილში მივდივარ ერთად, რა თქვია აბა? რა არის, ქორწილში მიდიხარ დღეს? კი. ჩემთვის რო არ გითხოვს არაფერი? შენთვის არც ის არ მithქოს, ხო, შენც რომ მოდიხარ იმ ქორწილში. ხო, რატი მოდის, მეც მოვდივარ. ფრიდონის ხო არ მოდის, ფრიდონი. გითხარი, ხო, ფრიდონი რომ მოდის, ხო? ფრიდონის მოდის, ხო? ხო და მოკლედ ძალიან მაგარი. ოიცე, ერთი თუ სად მივდივარ, სად მოდის, სად მივდივარ, ვისთან მივდივარ. ამაცდი რომ გითხრა კაცო. ხარაგაულში მივდივარ. ხარაგაულში ჩემი კარის მეზობლის ქორწილია. ძალიან მაგარ დროს გავატარეთ რატი სხვათა შორის, შენთვის იქნებიან ძალიან ბევრი გოგოები, შენთვის კიდე ლაშა გოჭები, ხო, აბა? კარგი. მიდი ახლა მოემზადეთ კაცო, რას დღეს მივდივართ მეთქი, მიდი. დღეს მივდივარ. ო, მიდი, მოემზადეთ. მოემზადეთ. მიდი, გონია ვერ მოემზადები? მიდი, მეც მოემზადები. ბადა, ბატონო, მეც მოემზადები. ხო, ბაბუ. დასვენება მინდა ცოტა და შედი შენ ოთახში და ხო, ბაბუ. მოემზადები, ხო, შენ მართალი ხარ, სიმშვიდე გიგა, მაგრამ რაღაცა საწავიხის. ხო, შევალ ბაბუ, შევალ. კარგი ახლა მეც ვარ მივდივარ. იმ ქორწილში მაცო. გავხედოთ ერთი რა ხდება აქ. ქორწილში არ მივდივარ, მაგრამ ნახე, რა ხალია? ბაბუ, ეგ არის სიმშვიდე მჭირდებაო, ხა? რა გითხარი მე ენერგია დაზოგებეთქი, არ გითხარი? მოდი, რა ხალია ნახე. რა ხალია კი არა, გამოდი კაცო, გაანებე მაგას თავი. გამოდი, არ აყავს მაგას კატა, გამოდი ასე გაანებე. ანტონიო მომწერა საქართველოში როდის ჩამოვიდიო და რა ვუთხრა არ ვიცი. დღეს თქო უთხარი. დღეს? ხო, დედიკომ დღეს ტორტი გააკეთა და რა იცი, აბა სხვა დროს რას გააკეთა. ნიკა მოჩი მაიმუნობას. მოგიჭრა გინდა შეჭა? არა, თითიმტკიო. ნიკა მიდი კარი გააღე. კი გავაღებდი, მაგრამ მეორე ხელით გააღე.
მორძანით ქალბატონო გამარჯობა თეკლა გამარჯობა ელენე უთხარი კი უთხარი თეკლა გითხრა ელენე მაგრამ რაღაცა ეთქვაიც და მე მაინც გეტყვი ეს არის ჩემი ინდირას დაბადების დღე გილოცავ დიდი მადლობა უამრავი რამე გავაკეთე გამოვაცხე 1000 რაღაცა გავაკეთე საჭული მაგრამ ვერაფერი ვერ წამოვიღე ორი ხელი მაქვს და ხო ვერ წამოვიღე თქვენ რა გააკეთეთ ნამსხარი გამოვაცხეთ და ახალი სალათი რა კარგია რატო შეწუხდით მაგრამ ოლივიერო გაგეკეთებინა ჯობდა უყვარს ჩემი ინდირას და ნუნდეიდა რამდენი წლის გახდა თქვენი ინდირა 27-ის გუშინდელივით მახსოვს რომ დაიბადა 3 კილო და 200 იყო ენაცვალოს დედა ნუნდეიდა შემთხვევით თქვენ ხომ არ იცით როგორ იბადება ბავშვი ხო გითხრა პაატამ სელაპს მოყავს კარგი რა მაშინ საიდან იცის ნუნდეიდამ რამდენი კილო იყო ბავშვი სელაპ მაწონა? ნიკა მოჩი ლაპარაკ. აბა დავსწრებ დავიწყოთ. თეკლა სანამ დავიწყებთ. აქ ხო გახსოვს Skype-ი? დიახ. ხო და ჩემ ინდირა მითხრა Skype-ში შემოდი და დაგელაპარაკებიო. ნიკა ნუნუ დაიდეს ყურსასმენი მოუტანე. კარგი და გამიწერვა. ნიკა. და ჩავწერო როგორ მოვწერნო? ინდირა 85. ეხლავე ჩავწერ. ათენშია. დიახ. აი ნუ დაიდა ყურსასმენები. ინდირასაც კითხეთ იქნებიციან საბერძნეთში როგორ ჩდება ბავშვი. აი მე ელენე. ნიკა, მოდი აქ. აი, აი. ინდირა როგორ ახარ ხომ არ მოიწყინე დედიკო გილოცავ დაბადების დღეს გისურვებ ერთი წუთი ჯერ არ ესმის ირეკება შეგიძლიათ ელაპარაკოთ ინდირა დედიკო ხომ არ მოიწყინე გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ ჯანმრთელობას გოგოებო უკან რომ მოხუცი ქალია ის არის ჩემი ინდირას ლექტორი გიჟდება ეს არის ხო თქვენი ინდირა ხო აი ეს არის ეს არის ჩემი ინდირა თქვენ გგავთ ხო ხო ამბობენ რომ მე მგავს ძალიან თუმცა ემზარის ნიკაპი აქვს თვალწარკი და დედა ჩემის იერი დედა მომიყევი რა ხდება როგორ ახარ ხო ყველაფერი კარგად არის და არ მოგიმატა ხო მაგარ ხელფას გაუხმა მაგასთან აი მე ჩემი ტელეფონია ალო ხო დადო გისმენ სამსახურში აი გზაში ვარ მოვდივარ 5 წუთში ვარ ვიქნები სად ვარ და კიბეებზე ვარ კარგი რა ტატო რა დავიფიცო გიფიცები კიბეებზე კარგი აი ძალიან მაგვიანდება სამსახურში მოვემზადები აი მე დედიკო შენ მაგაზე არ ენერგიულო ნუ მიაქცე ყურადღებას მამა შენი ქვევით არის სახლში მე ამოვედი ელენესთან გავაკეთებინე კარგი ტორტი სალათები ყველაფერი საბა მეზობელ რამე ხო უნდა გამოვიყენო დედა არა მაგათ არის მისეს რომ იკეთი ეგენი ხო არის ხო დედიკო აი უკან ნახე ფარდებს ხედა ეგეთი თუ შეგხვდა იაფად ძალიან ხო გამომიხსენე კარგი ხო ნიკა იმ ხელა გაიზარდა დიდი კაცია უკვე გოგოებს ელენეს თეკლა მოდი თეკლას ნიკას უნდა რომ მოგილოცონ დაბადების დღე და თან უნდა რომ გიყიდონ ოქროს ყელსაბამი ხო გიყიდია ხო დედიკო და რო ჩამოხვალ ვერე მოწე მოდი ნიკა მოვიულოცოთ გილოცავ ინდირა მეც გილოცავ ეხლა გიმღერებთ აბა დედიკო მიხედე მაგას გონთო ეგ მოხუცი დაგორდა გამორთო ლექტორმა დაუძახა მე წაიღე აღარ მინდა რა ეს უკვე და ეხლა მინდა ჩემი ინდირას სათხეგრძელო დავიო გოგოებო დინი ლაპარაკა რა დავიო საწყალი კომპიუტერი გოგოებო ეს დავიო დღეს არის ჩემი ინდირას დაბადების დღე გაუმარჯოს ჯანმრთელად იყოს ბედნიერად ღმერთმა კარგი ბედი მისცეს და დაინაცვალოს აბა
ხუიელელე. გაუმარჯოს, კარგად იყოს, დედა ენაცვალო. დედა ენაცვალო. აბა იღე ჩემი დაბადების დღეა დღეს ბოლომდე. სამსახურში წავიდნენ. არა, დალია ბოლომდე. ვიცით, დალია ბოლომდე. ეგ არის ბოლომდე? არა, გამათრობა. არა, დალია ბოლომდე. ხო, ეს. ვაი, ეს სამსახურში როგორ უნდა წავიდე? ხო და არა. არავინ დღეს უნდა ვიქეიფოთ სანამ არ ბოთსად გამოცვით აფეთებით სულ. დასხით. როგორია? გაუმარჯოს. რა კარგად ხი ბატონო ფრიდო, რა კარგად? ჰა? კარგია. ამათო ყურე. პატა. ხოლაშა. ეს ვინ არის? ეს კაცი? ეს არის ჩემი დიდი ბაბუა. აბა, ხო. ეგ ყოფილა თავადი იყო, გაიგე? ხო და გურული იყო ეგ. გურიაში ქონდა ბევრი მიწები თურმე. და ძალიან კაცი ყოფილა ლაშა თურმე. აბა გლეხებს უსახლეთის სენდა თურმე. აესე, აბა. აჰა, მომისმინე, პატა, თუ გურიაში მიწები ხარაგაუში როგორ და კაცო ყმებს გამოესწა. მოკლა მომდომეს, გაიგე? თამისი და გამოიქცა და აქ დასახლდა მე. აჰა. პატა, ბატონო. და ეს ბებია შენია? ესე ნახე რა დღეს შეიძლება, აბა ჩეხი. კატი, ბატონო. მოდი, ხვალინდელი დღის, ხვალინდელი ქორწილის სადღეღო შევსვათ. ქორწილი ტრადიციული რიტუალია. წარმოდგენა. იბატონო. სპექტაკლი. რა კარგად ხით, ბატონო ფრიდო, რა კარგად. მოდი, ამ სპექტაკლში თავარი როლის შემსრულებლებს გაუმარჯოთ. გაუმარჯოთ. სასიძო გიორგის და საპატარძლო იმას რა ქვია? ნაზიკოს. გაუმარჯოთ. მართლა შენი კურსები იყო? მე კი 5 წელი ერთად ვსწავლობდით. ისე რა მინდა პატა. ერთი წუთი მოდი რა შეგიძლია რა მოგვივიდა შემოგვიერთდი მოდი. შემოგეცე რა ჩაგიგორდეთ თუ რა გავაკეთო. რა მაინტერესებს იცი პატა? ნაზიკო სიყვარულით მიყვება იმას. გიორგის? არა რა სიყვარულით ხატი რა შეიძლება. არა რა სიყვარული გარიგების. ხო არც ეს არ უნდა, მაგრამ შობლება შეჭამეს, ეს ბავშვები შობლება შეჭამეს, ხო და რა ხდება ახლა გითხრა რა ხდება მოკლედ იმის ნაზიკოს მამა ხო მეტყევია. ხო და გიორგის შობლებს კიდე სამხერთ ხო და ეს აიწყეს რა ხო. გარიგებით ესე იგი ხო? ნაზიკო. გაიყურეთ. არაფერი რა უნდა. კაი, ვისატყუეთ ახლა აბა შემომხილე, ვისატყუეთ უკვე თვალებში მიყურეთ ბატონო. ახლა იდახე ეს ნაზიკო და წეღანიძე და ყურსელები ვიყავით და რა ხდება რატი ეს მოგვიყევი აბა. რა ხდება? შენ არ გიცნობს რატი, რა ხარ. ისეთი არაფერი მოგწონდა რა ერთმანეთი რა. კარგი კაცო. მოდი სიყვარულს გამომარჯოს რა. მოიც. მაგ სადღეგრძელოს წამოჯდომა უნდა. პატა. კოტე ბაბუას ესეც აქ აყავს, ხო? ეს რო აქ ყავს ლაშა ეგ არ არის გასაკვირი. ვინ შეცვალა ამ სურათმა ის არის გასაკვირი. ხო. როგორ შეცვალა? რა ამოვატრია რო? მიდი. მოდი ერთი რა ალბომი ვიპოვე ახლა ძველი ალბომი შენი ფოტოები დაგათვალიერებ კარგინა მოდი დაჯი აი ეს მე პატარაობაში აი ბავშვი ვარ აქ ვიქნები 1-3 მაქსიმუმ 4 წლის ბავშვებთან ერთად დინარეს ესა ხო პატარა აი და ვიცანი 3 აი 4 წლის ვიქნები ალბათ ხო ეგ არის ეს აი უყურე ეს ტყეში ვარ ტყეში ხო აქ უყურე 500-ზე ვარ და ტირიში ბატონო ეს ბავშვობაში ტრუსი კი არ ქონდა შენ ნაიყო პატა
ეზოს ბოლოში მარჯვნივ ხო? შიდა მარჯვნივ ხო? მაგრამ სიგნალია ცოტა ტოტები რაღაცები ხილად იყავი. მოიცა ბაბუასთან ერთად. ხო, მოდი. აი უყურე. აი ეს ბაბუას უყურდი ბავშვობაში, ეხლაც ხო უყურე, მაგრამ ბავშვობაში ყველაზე ძალიან მეუყურდი. პირველი შვილი ხო ხდებოდა და გიჟდებოდა და სულთან დავყავდი რა. აი შეხედე, ეს მე და ბაბუა იქ რა ყდეზე დგავართ. სულთან დავყავდი, სულ ერთად ვიყავით ხოლმე. აი მე და ბაბუა სიტყვაში მოვყევით. ხო, აი შეხედე. ხო, სიტყვაში. აი ესე შენა ხარ? ეს აი. არა, ეს მე არა, ეს არის გელა, ჩემი ბიძაშვილი გელა. ეს და ბაბუა და გელა ქობულეთში. ბაბუა და გელა ქობულეთში. კი, ბაბუა და გელა ქობულეთში. აი, რა არის ეზოში რა? რა არის ეზოში? მე რა ვიცი რა არის? ბალახია, ის არის კუნძია, ხეებია, რა ვიცი რა გინდა რა. ო დადის, დიდია და დადის რა. რა დადის კაცო, რა დიდია და. ხბოა? თუ დიდია და დადის ხბოა, რა თქმა უნდა, აბა რა იქნება რა. ხო, ხარა, ხბო თუა და საერთოდ აძრზია ხარ სოფლის შენ არაფრის, ხო საერთოდ. რა ხბო იქნება, აბა დიდია თუ დადის, გავაგზავნო. ხო, სამდავჭირდით? სადა აი ჩემი და ბაბუას სურათი ქართულიერება. აი უყურე, ეს ნახეთ. ხო, არა, აი, მოიცადე საწავი და. აი, მე და ბაბუა ყანაში. მე და ბაბუა ყანაში. ეს გელა და ბაბუა ბოჯომში. ხო. მე აი კიდე მე და ბაბუა გორში. აბა? გორში, ხო. და ეს კიდე გელა და ბაბუა ესენთუში. რა იყო რა თქმა უნდა? რა არის თქვენი ხმოყებს? გაგიგა ლაშავე ნერვებს მისვი სპეციალურად თუ რა არის რა თუ ხებს ესე იგი ხბო არ არის ზაღლია ხო ლაშავე საერთოდ აძია ხარ სოფელში ზაღლი ზაღლი იქნება რა თუ შენი ზაღლი მე მიხედე რაღაცა ან დააბიან გაიყვანე რაღაცა კი გამიშვეს სუგა ბიდი სუგა მოდი ვაიმე რამხელა ზაღლია ლაშა რა არის ხო დიდია ვაიმე რამხელა არ არის შენი ზაღლი არ ყოფილა კაცო რა ვიცი რაღაცა მეცხვარი ზაღლია თუ რამხელა რა ვიცი ლაშა ხმე მეცხვარი ზაღლი კი არა თვითონ მეცხვარია მე მგონი მხელა აუ ქრე ხლაკაცო რა ვქნა რა გავაკეთო აუ დადი, ვინც აიulis, ჩაიulis და კარგი თვალით შემოგხედავს, იმას გავუყო. ვინც აიulis, ჩაიulis, არა? სანდაცილოა, ხო რა უნდა ვქნე, რა გავაკეთო, პატა მითხარი, რა გავაკეთო, ლაშა რაღაცას მოვიფიქრებ, კაცო. კატა კატის მომესმოდა კატაკნაუდა ეხა კატა ყავს სახში სადაც უნდა იყოს ხო და რა ვიფიქრე იცი რა ვქნა ეს კატა ცოტა მოშორებით სადმე გადავაგდოთ აქ ხო და ეს ზაღლი ხო გაიქცევა კატის შენ ამ დროს კიდე იქით გაიქცევი და მე ვარ მართა მე მოწევი კატა ეხა ხო კატა პისო სხვანაირად დაუძახე, სხვანაირად სხვანაირად როგორ დაუძახო ეს მითხარი? კატა დაუძახიან. კატა და კოტა თუ როგორ დაუძახო? კატავიდა კატა. იდე, კარგი ხო. მეორე კატა ხარ? მეორე კატა, წმინდა მეორე კატა. იქამდე ხო მივა? ხო. იქიდან წამოსვლა აღარ უნდა? მეორე კატა? ვაი, რა ვქნა, არ მყავს ლაშა და თუ მოიწმინდო. რა მაგიჟებ თქვენ, როდემდე უნდა მოვითმინო? რა ვქნა, უნდა მოიწმინდო ხა რა უყო. საკითხული მაქვს სადღაც. მაგის მოთმენა ადამიანს 12 საათი შეუძლია. ვა. 12 ხო? მე ვერ მოვითმენ, 12 საათი მოვითმენ მე ამას. ამის ძალიან დიდია ხო ისა? თუგო. რა მოგივიდა? მოდი. წინ წავიწიოთ და ქართველებს და ქართველობას გაუმარჯოს. ისე ზოგი ამბობს ზარმაცები არიანო. მომაწოდეთ, ყველი მომაწოდეთ. მაგრამ მე არ ვეთანხმები. ხო. ის ყვა ზარმაცები ვართ. არა. რას ლაპარაკობ? ბატონო. მოდი რა პატა. აი სარიელია ღვინო დგას მაგიდის ქვეშ და ამაში ჩამოასხი რა. ეხლა მოდი გადროზე რა. ეხლა თოზე რა ვქნა ეხლა ფეშიმ კი ვარ. მიდი შეშემოდე.
ეს ნომერი. ხოდა, რას ყვებოდე? რას ყვებოდე? ბაქოში ვიყავ. ბაქოში? ხო. აი გამომართი ეს რაღაცა ეგ დალიეთ გამომართი რაღაცა მაჭეს მოვიტან და აუ რა გავაკეთე აუ მაჭეს მოვიტან რომ მოვწმიდა ესე ხო არ იქნება აი რა არის ხო და მოვიდა ბიჭო ერთი ბეწოა რა ეგეში ერთი ბეწოა და რა მისმე გისმე რა მარაშე მე შევამხედე თემის მე გიბურე ხო მონა აი მოკლედ საგმი გიხარ კაცო საგმი გიხარ აი ესე გამოვაცალე აი პირი და ფეხი გამოვაცალე აი ეს არ გამოვაცალე ესე იგი რა თქვი თქვენ და ხო რა ვიცი 11 საათი და ესე 40 წუთი დამჭა კიდე ხო მოვიდა ხარა კაცო როგორ დაღლი ის გამიგია რა ყვებული ესე წავიდა დაგვალევინა გუში ნუნუ თელ დღეა ცუდად ვარ აუ არა ამას ვერ დავდებ ხო მეც ეგრე ვარ ელენე თან ლუდმაც ვერ გვიშველა რას გვიშველი და თეკლა არ დაგვილევია და მართალი ხარ ხო აი ესე იგი ინდირას კლასელების სატვერძეოს მე არაფერი აღარ მახსოვს ხო აი მე თან თავი როგორ მტკივა ისე ცუდად ვარ მეორე დღეა ვერ წავედი ელენეს სამსახურში მომკლავს ჩემი უფროსი ნუ თუ ახლა გადავრჩი დედა ჩემთან მინდა საღამოს წასვლა და ვერაფრით ვერ ავარჩიე რა ჩავიცოდა მე ახლა ტანსაცმელს ჩამოვიტან და ამარჩევინე კარგი აგარჩევინე ელენე მაგრამ პასუხს არ ვაგებ რას აგარჩევინე აი მე თან ის ელენე ლაშა ნაბახუსევზე რა რასაკეთებს ხოლმე რასაკეთებს და მოთქვამს მოთქვამს ხო ვაი მე მიშველე ცუდად ვარ მე მგონი მართლა შელი მაშინ გააგზელე და მე წავალ ტანსაცმელს ჩამოვიტან შენ კარი გააღე ამარჩევინე თეკლა კარი გააღე ცუდად ყოფნასაც არ გაცდიათა მოგდანდით გამარჯობა თეკლა გამარჯობა კაპიტან რუსან მოგდანდით როგორ ხარ აი ცუდად ორი დღეა სამსახურში არ გამოჩენი ხარ არც ტელეფონს პასუხობ იცით რა მოხდა და ვიბრძანდით შენ არ გშვევი ესეთი რაღაც ყოველთვის დროზე მოდიხარ არ აგვიანე არა ხო რა მოხდა და ვერ მოვედი ხარ სამსახურში ხო გასაგებია რომ ვერ მოხვედი მაგრამ ჩემი მეუღლე ხარაგაულში წავიდა და მე თავი თეკლა მე ყველაფერი ვიცი. კატომ მითხრა. ქმარს გაშორდაო და დღეს სამსახურში ვერ მოვაო. გამშორდი, წავიდა ჩემი ქმარი, გაიქცა ხარაგაულში საცხოვრებლად. ისე თავიდან ვერ მომეწონა ეგ ბიჭი. მაგრამ რა ვიცი, ვერ გითხარი. რას მეტყოდით? თეკლა, მე მესმის რომ შენთვის ახლა ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. მე ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ ქალბატონო რუსტას. მაგრამ რატომ გაშორდი? რა იყო ამის მიზეზი? მიზეზი გაინტერესებთ? ხო, ახლა მიზეზი დაგაინტერესებთ ახლა ყველა ნორმალურ ადამიანს დაინტერესებდა მიზეზი, მაგრამ მიზეზი შეიძლება ძალიან ბევრი რამე იყოს, მაგრამ თქვენებად კონკრეტულად ეს შემთხვევა გაინტერესებთ, აბა რატომ კითხავდით მიზეზიო და სვანდა იმდენ სვანდა რომ მეც მასმევდა შენ გასმევდა ხო მეუბნებოდა ცოლი და ქმარი ერთად უნდა იყვნენ ჭირშიო ლხინშიო სმაშიო და ეს ყველაფერშიო და თქვენ გასმევთ თქვენი მეუღლე ქალბატონო რუსულა ნუ ამას ვერ ვიტყოდი კი რა დღესაც ნაბახუსევზე ასმეუბნები გამარჯობა ქალბატონო რუსულა ეს ჩემი მული ხომ გახსოვთ თავის ნივთები მიაქვს გადააქვს
წაიღეთ, ყველაფერი წაიღეთ, არაფერი არ მჭირდება თქვენი. ცუდად ხარ? არა, ხო, უკვე კარგად ვარ, ჩემს ძვირფას მას გავშორდი. აი, დიახ, გაშორდნენ. იცინის, შეხედე და იქნე იცინის. და რა გადაწყვიტე, ეს წაიღო? ხო. მოკლედ რა. ესე იგი ისეთი არანორმალური ძმა გყავს, იმასაც ვერ ხვდები რომ ამ პიჯაკს 6 საათი საერთოდ არ უხდება. აი ხდება ახლა ქალბატონო რუსუდან მითხარით. ქალბატონო რუსუდან დამეთანხმეთ რომ ეს პიჯაკი და ეს საათი ისე უხდება ერთმანეთს როგორც ლაშა და თეკლა უხდებოდნენ ერთმანეთს. კი ვუხდებოდით, მაგრამ მე შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში სასველი როგორც ეს ყვითელზოლებიანი ჩემთან და არია ყველაფერი. მე როც მივიშლი წაიღოს, ყველაფერი წაიღოს. ავედი, მე და ჩემი ფეხი არ იქნება 12 საათამდე ამ ნახვამდის. აი ესე გაზი და ყველაფერი ქალბატონოსთან წაიღოს. არაფერი არ მჭირდება. ეს აბეჭიც თქვენი იყოს, ეს ტელევიზორიც თქვენი იყოს, ეს საფიც თქვენი იყოს და ყველაფერი თქვენი იყოს. არაფერი არ მჭირდება, მე საერთოდ. ნუ ნერვიულობ ძალიან ცხოვრა. აი გული არ გამიწე, ხო შემოკარგო. აი შემდეგ თვეს? შეხებათ მოგიმართე. და ყველაფერს იყიდაც გინდა. აი მე რა ბედნიერი ვარ რომ გაშორდი. აი ხინიო და ხო თეკო რამე ხომ არ გინდა? რა მინდა და დაახლოებით რამდენით გამეზრდება ხელფასი? მოდი ნელა შემოდი ნელა აქ დაკედა ერთი მხარი მე მეორე ესე ნელა მოდი ოხტრიდონ რა აიტეხა ჯერ თავიდან აიტეხა მთელი ხარა გაულუნა და ვათროდა ჯერ წესიათ არ დაწყებულა კეიჯი და უკვე თვალი ხარდა მოდი არა მოდი აი ახლა დავჯდეთ აბა 1 2 და 3 აი ეს ხოჭა არამადე თარა იქ ხარ ისე ხარ და ტექსტი ხარ აბა ესე ესე კარგი იმედე ეა მოდი აბა ახლა ფეხების დავაწყოთ აბა შევიდა არ გაუცა ეხოთა და შევიდა გიორგუნა არ გაუცა ეხოთა საწამოხვედი ლაშა რა ტიპი ხარ საწამოხვ რა მაგრად ვიშევე ლაშა ეხლა რა მოხდა ისი ხო კოჭოლობ არა ხო კოჭლი ვარ ხო და ეს კოჭლობა ისე მაგრად ჩაჯდა იქ ქორეოგრაფიულ მონახაში რო ხარ გაგიჟდა ის რომ მაგრად ვიშევე ძალიან რატოს გახარი რა ხდება რა რატოს გახარ ვაი, დაჭისა. ხო, აი, დაჭის და დათვრა. უკვე. აიჩემა რომ გინდა თუ არა ეს გვერდზე რომ იზისო ეს რა ქვია, სუქანი კაცი ის უნდა დავათრო. ხო და 3 ყანწი გააქრა და დალია ზედიზე. ის კაცი თურმე აცოდა, კუჭი აწუხებდა და აი. რა ვქნა, რა უთხრა ხო, კითხულობენ კაცო, ხალხი კითხულობს საწავიდაო და რა პასუხობს. აპასუხი უნდა გასა, უთხარი რომ ყუჩაბადი პარასკევი პანაშვიდებია და შაბათს გაწენება. რა ვქნა. ვაჩა, მომისმე. დაწუნებული ხარ რომ თვალია ეს, ჰა? რა ვიცი, და შეიმხელა ლექსი წაიკითხა რომ მე ვიფიქრე ძალა გამოეცალა მეთქი რა. როგორ არა, რას ლაპარაკობ ძლის მოვიყვანი აქამდე ისეთი მთვალი. ისე ყოჩა ხლაშა, მარტომ როგორ ამოვიყვანი აქამდე, ჰა? ამოვიყვანი კიდე ძლის ჩამოვიყვანე, ტყეში გარბოდა ძლის დავეცი. რატი არ მოგეხმარა, რატი არა, ხო? რატი არა. მოდი ბატონო თავი ისე თორე ცოდო ხარ ეგრე. ისე ლაშა. რატი არ მომეხმარა? იმიტომ რომ აბა კარგია. იმ პატარ დას ვლაპარაკებოდა ნაზის. ვაიმე, ლაშა მაღაზია აღარ გითხარით, ეხლა რაღაცა, რატი ძალიან საეჭო და დისნის რა შეგეუბნები და არმი რაღაცა მოხდება გულინებს. რა იყო რომ მივარდა იმ პატარ დას ცეკვა რო დაუწყო, კაცო, რა საქციელი? კარგი, ეხლა პატარ რა მოხდა, ერთი ცეკვა რა არის, არაფერი არ არის. ერთი ცეკვა არაფერი არ არის, მაგრამ პირველი ცეკვა ქართული, ჰა? ეგეთ არაფერი არ არის? არ ვიცი და რაღაცა მოხდება გულინდისნობს გეუბნები რა. მისმინე ხშე რაღაცებს აჭარბებ პატა, აჭარბებ. რა მოხდა ეხლა ნაცნობები კურსელები არიან, გაუხადათ ერთმანეთს ნახო და იცეკვეს. რა მოხდა მე ეხლა რა ვიცი. არაფერი ისეთი არ მოხდა რა. რა სუფრა გამომატოვებია კაცო, რა სუფრა პატა. მე გეტყვი რა უნდა ვქნათ იცი? მოდი შენ აქ დარჩი. ხო. ვიდეოს მიხედე. მე წავალ და მივხედა. მიდი რატის ყურა. რატის მივხედა. აბა ვის მივხედა? რატის მივხედა? ხიდო
ფრიდონ, რა მიხوار გინდა, ფრიდონ. და 966 წლიანი თავებს დაგაკრიფონა. თუმე ვიღაცა ეს სიგმაში უყვება, მაგრამ რაღაც ისტორიებს ესკენა ჩვენ გვიყვება, მე ნახე რა. ფრიდონ, რა მიხوار გინდა, ფრიდონ. ოვაციები. ჯერ დაიძინე, ფრიდონ, ოვაციები მე, დაიძინე, მოდი დაიძინე, ფრიდონ. სადავა. რა მნიშვნელობა აქვს ეს სადახარ დაიძინე, კაცო, რა მნიშვნელობა აქვს, დაიძინე, ფრიდონ. დაიძინე. ბატონო. ეგონი დავიღუპე ჩვენ მართლა რაღაცა საერთოდ მოძრაობენ რადი და ის პატარძალი ხო იცი ხარი ლაშა გული მიგზნობს რაღაცა მოხდება მეთქი გითხარი რა რაღაცა მოხდება გული მიგზნობს იმიტომ ვიზახი რა გავქნა კაცო რა მე რას მიყურებ მე ვერ გავართე ის სიძე კაცო ჰა გავართე როგორ არ გავართე მეტი რა უნდა მეკრა ვალსივეცე ყვეტა რაღაცა გული მიგზნობს სულს ლაშა რა ლაშა მიხედე გეხოწე ბუნდები ამის თავი არ მაქვს აქ ავარ ბატონო ფრიდონ მოვედი ლაშა გამიშვი სადგაგიშვათ გამიშვი მითხარით მე გაგიხვათ არა გამიშვი აუში შენ კიდე საკავეში არ გაინტერესებს გაგიშვი დაი გამო და ეგრე ვით გამიშვით უნდა გამიშვით აი კიდევ კაი გავუშვით ეს ხა გვაკლდა რა აი ეს ხა გვაკლდა რა პაატა რა მოდი რაც როგორი იქნება მოდი ბიჭო რა უნდა დაგვეხმარო ვაი მე და ნაზის გვიყვარს ერთმანეთი ვაი მე თუნდაც ავარ ჩაიპეფი დო ლაშა ბადოს მაიმუნობა ლაშა ეხლა რა კიდე ჩვენ მაიმუნობ კაცო კიდე ჩვენ მაიმუნობ მე და ნაზიმ გადავწყვიტეთ რომ გავიპაროთ და თქვენ უნდა დაგვეხმაროთ რა პალატა საკეთე ნაგინდა შენ რა გავაკეთო თქვენ და გავიპაროთ კაცო თუ რაგინდა ვერ გავიპარო არაკო არა ეგ არ აქვს ეგ არ აქვს რომ უფრო გაგიჟდება ისე უფრო გაგიჟდება უფრო რატომ გაგიჟდება იმიტომ გაგიჟდება და რა სიტყვის პატარძალი წაიყვანეს და დამიტოვეს ეშო ვაი საუქრიათ კაცო გაიხედე ერთი რა რაღაც ხმები მესმის და ვინმე ხო არ მოდის ლაშა რა მიდი გაიხედე მართლა რა ხდება კაცო რა აი მოგისმინეთ ახლა თქვენ რა ხდება ვერ გავიგე ესე უცბად შეგიყვარდათ ერთმანეთი ჰა გოგო გაზი გიყვარს რაკი ხო და მაშინ დღეს მეორად გილოსავ გათხოვებას რა ხდება ლაშა? დავიღუპე. რა ხდება? სიდე. მოდის და მოანგრევ ყველა. გაიმალე, რა მიყურებ შედი ბოთაში. შედი რობნალა იბოთაში შედი კაცო. მიდი, კატანა თხილად. ვაი. აი ხორთი მოანგრევ. სად არის ჩემი ცოლი? მე რას მეკითხები აგერანი და კითხია მას მე რა ჩემი ცოლი სად არის? მე რას მეკითხები აგერ უფროსი კაცია და ამას კითხე რა სად არის ჩემი ცოლი? სად არის ჩემი ცოლი? შენი არა ეს ამას რა ჭირს? რა ვიცი, უფროსი კაცია, მე რა ვიცი რა ჭირს კაცო, მაგას მითხი მე რა ვიცი. კარგი, გიორგი, კარგი. კარგი, რა მოგი რატო ნერვიულობ, გიორგი, რა ჭირს, დაწნახდი აბა? აბა სად არის ჩემი ცოლი? გიორგი, კარგი, გიორგი, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება, აბა, წავიდა გიორგი, აბა, გიორგი, და შევიწო გიორგუნა, არ გავიქცე. გილოცავთ ბედნიერებას რათი ნაზი გილოცავთ სულაში ყარებოდეს ერთმანეთი რა მოკლედ აბა რა უნდა ვთქვა მეტი რა ვთქვა აი ხარ ნაზი მოძე აი ყოჩა არა ეხლა რა არის გითხრა ეგ იყო მშობლების ახირება თორე მე სხვა გოგო მიყვარს ნაზისაც ეხლა დიდად არ უნდა და ეს ქორწილი და კარგიც არის რა ისეო მოხდეს თან ყოჩა ხედავ რა ბიჭია ბატონო ფრიდო ეხლა კარგად ხედავ კი
ხოდა რამე ლექსი რომ მიუძღვნათ ამ სიტუაციას ბატონო ფრიდონ, ჰა? რა არის იცი? სიძე პატარძალს სხვა კაცზე გათხოვებას ულოცავდეს. ასეთი ლექსი არ არსებობს და ისე დავრევ რა. ხედავ ბატონო ფრიდონ, რა ის გამომართ აი მედალი. ხედავ რა მაგარია. ერთ ხუთში დაიძინე, მეორეში გაიღვიძე, ჰა? რა დიხარ, წავიდა, აბა, წავიდა. ვისია ქალი. არა, რა გაიგე ფაქვისია.